გამარჯობა. მე გიორგი ვარ დათქვიშვილი და თქვენ გყავთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს. Excel-ში ძალიან ბევრი რამ გამარტივებულია და შეგიძლიათ გამოიყენოთ 1-2 ფუნქცია იმისთვის, რომ პირდაპირ სასურველ შედეგზე გახვიდეთ. მაგრამ ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს ისეთი ფუნქციების აუცილებლობას, რომელიც მხოლოდ დამუშავების დროს გვჭირდება. დამუშავებაში იგულისხმება სხვადასხვა ტიპით მიუდგეთ ამა თუ იმ ფორმულით ჩვენს მონაცემებს და მაინც გავიდეთ სასურველ შედეგზე. ანუ ყველა ფუნქცია პირდაპირ არ ასრულებს თავის აუცილებელ, ასე ვთქვათ, მოვალეობას. შეიძლება ისინი მხოლოდ დამხმარე ფუნქციების როლში იყოს წარმოდგენილი. ერთ-ერთი ესეთი კატეგორია გახლავთ ფუნქციები, რომელიც არის row, rows, column და columns. მოდით ვნახოთ, როგორ გამოიყენება, ან რისთვის გამოიყენება ეს ფუნქციები. მაგალითად, როდესაც დავწერთ ფუნქციას სახელად row, გავხსნით ფრჩხილს და დავხურავთ, ის უარგუმენტო ფუნქციაა და enter-ის შემდეგ გვეუბნება თუ მე რამდენი სტრიქონზე ვდგავართ. მაგალითად, თუ მას აქ გავაკეთებთ, თავისთავად მივხვდებით, რომ ვდგავართ მაგალითად მე-7-ზე და ასე შემდეგ. თუ თავისთავად სტრიქონი ჩაემატება, ნახეთ, ფორმულა ავტომატურად ხდება მერვე. ასევე გვაქვს ფორმულა სახელად column-ი, რომელიც გვეუბნება თუ რომელ სვეტში ვართ. მესამე, თუ სვეტი დაემატება, ის ავტომატურად ხდება მეოთხე. სწორედ ასეთი ტიპის ამოცანები, რომელიც დამატებითი ფუნქციონალით ამოხსნას მოითხოვს, ითხოვენ სწორედ ამ ფუნქციებს. მათ შორის არის კიდევ ფუნქცია სახელად, ნახეთ, rows, მრავლობითი ესით, სადაც მონიშნულ სივრცეში გეტყვიან თუ რამდენი სტრიქონი გახლავთ. ან მაგალითად ფუნქცია columns, რომელიც მონიშნულ სტრიქონში, ან მონიშნულ, უბრალოდ იქ იყო მონიშნული სტრიქონები, აქ კი მონიშნული სვეტები, რამდენი გვაქვს, ასე ვთქვათ, სვეტი. მადლობა ყურადღებისათვის, ეს ფუნქციონალი გამოგადგებათ როგორც დამხმარე ფუნქციები ხშირ შემთხვევაში და აღმოჩენთ არაერთ ვიდეოში, რომელიც ჩემს YouTube-ის არხზეა, კერძოდ ამოცანების პლეილისტში. მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.